Porqué? Pepperoni, pizza. Mr. Miarsa. Salamit, ზმდება, მოგესალმებით. დღეს ვაპირებდი მარტონს მაგრამ ვიღაცები შემოეტევნენ აქ. რა? ხო მითხარი არ მოხვიდე მეთქი. ამოვიდე, ხა? რაზე მოხვედი მე? ვითხარი. ვის უნდა დღეს მონაწილეობის მიღება? მე? რატო? მოგწონს პოპულარობა? კი. იმასაც პორნოებს და საშინელებათა ფილმებს ხოლმე ვყურებ. ტელეფონი უნდა გაჩუქონ იმათ დროს თხოვე, ხო იცი? მაგას უნდა გაჩუქონ ტელეფონი. მოიცა. ამ კლასში მოიტანე, მოიცა. ხო. ევროპა არ დაგავიწყდეთ. ევროპა აღარ არის, ბეტსონ სპორტი. ბეტსონ სპორტი არის მამიკო. მამიკონა, ჩვენი სპონსორია ბეტსონ სპორტი. დღეს მეგობრებო, მამაშვილი და აღაშვილი განიხილავენ რა არის აჩიკო საჭმელი. მოვა და ისო, ოჰო, მანამდე რენდობთერებით შევუდგეთ. ესენი არ გჭირდება, უბრალოდ ჩემია, მოვიდა. შენია, ეს მე ამოვიღებ პირველი, აბა მინდა ამოიღე. და შენ დაწერე? მამა, აი არ დაწერა. მამა, მე მგონია რომ ეს არის სრული ახსნა, რაც შენ გიწერია პირამიდების ქვეშ, რაც არის იმისი. ხო? აი ხარ აღმოაჩინეს, პირამიდების ქვეშ აღმოაჩინეს დიდი ბოძები. ეგ პაპა შენ რო გეუბნებოდა, იქა ქვიშაში რაღაცა ჩავასხიო და არ ვიციო რა მაზა. ბეტონია. ბეტონიო. ო, ქალბატონო, ბეტონიო. მომეც ერთავი. აჰა, ქალბატონო ბეტონი ჩავასხიო. რაც შეეხება, მოიცადეთ. პირამიდების ქვეშ იპოვეს აშენებული რაღაცა სოვეტები. და დიდი მithქმა მოთქმა მოყვა. ამას თუ რა იყო ეს დიდი ბოძები. თუმცა ჩვენ თუ გადავახოთ და გავიხსენებთ ჩემ ბავშვობას, დაახლოებით 16 წელს ვიყავით ცეკვის ანსამბლი, წავედით ეგვიპტეში, უნდა რაღაც კონცერტი უნდა ქონოდა იქ. ძალიან დიდი ტრაილერი ეყიათ ესე ბეტონისა, აი ეს რაღაც შენობას აშენებდნენ, ბურჯ ხალიფაო ესე იძახდნენ. თავიდან მან დაპირებდნენ აშენებას. ხო და ბიჭო, აი ესე მიყუდებული ვარ სიგარეტს ვეწევი რა 16 წლის ბავშვია და ეთქომ ესე გაიწია ეს ბეტონისისა რა. და მიუში არა, აქეთ იყო და აი გიზის პირამიდისკენ მივატრიალე რა. და ეს დაემატა ამას ცუცავი ქვიშა და ეს ჩაითეჭა და აშენდა. What the heck? ო. Ey, hola mista ia. მოიცა, დილით რა შევისხი? დიანდორანტი. მამა საჭმელები. რაზე ბაზრობდი? რაღაცაზე. აჩიკოზე უნდა მებაზრა. აჩიკოს უარი უთხრეს ამერიკის საელჩოში. რა შევიდა? ჯერ მე მომეუბნეოდა რომ წამო შევიდეთო რა და მეთქი არ მინდა მეთქი ძმაო მეთქი, იმიტომ რომ დარეკილი ქონათ უკვე ამაზე პასუხი ვიცოდი და ამიტომ უხილავად ჩავაზნე. დღეს მეუბნება რომ უარი მითხრესო რა. ერთ-ერთი აჩიკოს რაც დარჩა, მართლა ბელარუსში რო წახვიდე მოგცემენ უეჭვეს რა. იმართე ტრამპს შეჩემა რაღაც. რა ტრამპს რა მიმართო ბიჭო, ძმაკაცი არის მითხრე ხა მახარ მე ამასო ვეგაუშვებ რა. Hello Mr. Trump, you are good man. Nice. You bad man. აშიაგინო. You are a poop mine. You my poop. You head. This is no going America. It's cancellation. This is a poop man. And you America. Poop Please man. cancellation my children. He's bans. You're all life cancellation. Very stupid man. Oh. Mama, მე რა გასწავლე? Excuse me. You're talking like me. Yes. ხოდა აჩიკო არ გაუშვეს ამერიკაში. აი ხა ვინც გულშემატკივრად ძალიან მე რომ შევკრებ, ფული უნდა შევკრიბო 1000 ლარი რომ გავიდე და შევკრებ ფულსა და გავა. სპორტული ინტერესი აქვს აჩიკო, მეუბნება რომ შანსი არ გაქვს ამერიკაში წასვლისა და просто აჩიკოს გარეშე მე რა მინდა ამერიკაში და. ამიტომ შევალ და 10 წლიანი ვიზას გადავიკეცავ ესე სასესკივით. აჩიკო ამერიკაში ხო წასულიყავი თუ შენ შენ ეწამოხვალ მინიმუმ 2 წელი. უთხრეს რამე შეცვალე შეთავშო და კი ვერ ხვდება რას გეხარ მეთქი რომ ვერ ხვდება და სამ ამერიკის საელჩომან უთხრა რას გეხარ არ გაგიშვით ამერიკაშიო მაგრამ არ გეგონთო რომ წერილი მოვიდა არ გეგონთო რომ მეორედ რომ გახვალთო ერთ თვეში და ორ თვეში რამე შეიძლება ამერიკისო ლატარი არ გეგონთო თქვენ თავში შეცვალეთ რაღაცაო და პირველი რაც ვუძლებთ თემუს ჟაკეტი გაიხადოს მე მგონია რომ მაგის გამო დამბრაკეს იმიტომ რომ თემუს ჟაკეტი როცა ის მიხვდა რომ ეს ფულის დამხაზელი არ იყო თემუდან 10 ლარად გამოწერილი მთელი სეტი ჰამაკის ბევრ YouTube არხად დაშლა რამე კომენტარს ხო არ გაქვს ჰამაკის ბევრი YouTube ბიჭო ეგ როგორ არის ჩემ მე თავიდანვე გითხარით რომ ესენი დაიშლებიან მეთქი ჯერ ტეტრისზე ვთქვი მე ჰამაკზე ვთქვი მაქსიმუმ ზავთოში ესენი დაიშლებიან თქო ორივეზე გავახსნა იმიტომ რომ ესეთი YouTube არხები იშლებიან იმის გამო რომ მე მგონია რომ შიგნით არ არის
აჩიკოსნაირი ტიპი არ ყავთ, ვისაც ცოდნა აქვს მარკეტინგული. რაღაცა გახდეთ. მარკეტინგული ცოდნა მეც მაქვს, მაგრამ აჩიკოს სუფთა სისხლის მარკეტინგული ცოდნა აქვს, როგორ არ დაშალოს კომპანია. როგორ შექმნა სტაბილური შემოსავალი. მაგრამ აჩიკო რო იყოს მარტო, შექმნა სტაბილურ შემოსავალს, რომელსაც გაფლანგავდა 600 ლარიან სტეიკებში და მაინც დაიშლებოდა. ამიტომ სჭირდება მეორე ძლიერი ადამიანი, ფინანსისტი, გიორგი, რომელიც ფულს ან შეაგროვებს, ან წააგებს. ორი ოფშენი აქვს რა. ორი ოფშენი. ალექსანდრე, ბაღში თუ იყავით ეს? კი ვიყავი. რა ხდებოდა? იტყუება, ბიჭო, რა ბაღში იყო? არ დადის. სკოლაში მიდის სამჯერ არის ბაღში ნავყო. რომელი ალექსანდრეს ედომთემები არის ეს? რომელი ალექსანდრეს საყვარელი დინოზავრის ჯიშიო? რომელი დინოზავრი გიყვარს ყველაზე ძალიან? მე? ხო. ყვანერვა და დიდი. რა ქვია მე მაგას? ტილობრექსოვი. არა, მამა, რამდენჯერ გითხე, ხელები ჩამოუში. თავი. ესე გააკეთე. წავიდე, ხმა დაადე. ყვანა დინოზავრი ხარ, გადი რა. მახარი ვიდეო, მახარ. წინა ვიდეოში ხმა რო იყო არეული იყო მაგაზი ბოდიშიც მოუხაროთ უკვე. წინა ვიდეოში მეგობრებო, დავითას გასწორებული ხმა გაფუჭდა და აჩიკოს დაყენებული კადრები, როგორც მიხვდით, ტექნიკურად მე უბრალოდ აქეთ ვიჯექი, ფიზიკურად ვერ მოახერხებდი იქით ყოფნას. ის გამოც იხდით ძალიან დიდი ბოდის. იყო ძალიან დიდი ბულინგი. ვიღაცები წერდა რომ ახარ ხარისხი და ყველას ხელის მოძრაობა სათითაოდ მთელი ღამე მელანდებოდა. ხალხს შეახსენოთ ხალხის გამოწერა 300-ზე რამე სიგიჟე ვქნათ, რომ ჯერ სხვაში უნდა წავიდე მე. თავარი მაგ შესაბარებელი და აუცილებლად წავალ მეგობრებო. 300.000 გამომწერზე ლიტრიან წყალს დავლევ და რასაც ვერ დავლევ გადავისხავ. კაი, 300.000-ზე ცუდი ხელოსნის არხს დავიხმარებ და მედმაქსის მანქანას ავაწყობ, იმ კაცის ძუძუებიან ფორმას ჩავიცხევ და მაკდონალდში მივალ ჰამბურგერებზე. ან წყლის დალევა, ან მედმაქსის მანქანა. აირჩიეთ ხალხო, რომელი გინდათ? მართლა, ოცნება რა არის? რა რო გქონდეს? აი რა რო გქონდეს ყველაზე? $1,000,000. არა. მილიონი ფული. არა, ნივთი. ნივთი? ფული. ბიჭო, რა გინდა ბავშვს ფული უდოდი თუ გადაწყვეტ რა იყიდო. ფული მეს. დიდი აუზი უნდა სახში რო გქონდეს. არა. შეგაჩვედი ზღვა. აი, ბოდიში. ტელეფონი. ტელეფონი გააჩათვალე, მოგიტანა. აი მაგ. სხვა. აი, წვალე დიდი მანქანა, master truck. Master truck. Master truck-ი ინგლისური აქცენტი ამას უფრო აქვს. შენ იმიტომ შეგიშვას. ამხელავი. ბიჭო, შენ არ იძახდი კვადროციკლი მინდაო. ეხა მანქანა საიდან მოგიდა? აი ამხელა. არა, პატარა, ეგ ძალიან პატარაა. პატარა სათამაშო მანქანა უნდა მწვანე. აა, გაზარდა ძალიან პატარა. ინდოელ კურიერებს რაენაზე ელაპარაკები ხოლმე, ხო? ბიჭო, არ მუსიკის ენაზე რა. დიდი მადლობა. ეს მეკავს, სხვა შორის ძალიან მარტივად აგრემე ხოლმე ჩემთან, კერძო სახლი როა. ეგრევე დარჭობილია ხოლმე წინ, რა. რა დავინახე? ეს არის ინდური სამზარეულო. წინაზე ხო დაგვიშვეს შეჩემა. ნუჭამთო ამეებს თუ და. ინდური სამზარეულო. ქართველმა მოიტანა. ცხვირიდან ხელი, ბიჭო. შენც რო შევიხობე წყლი. ფუშო. არ შეიძლება საჭმელზე ფუფს ნუიძახი. აი ახლა რა არის შენ? აუ, ბიჭო და ანუ იქ როგორც ჭამი ნახაც ეგრე შეფუთეს. გაზდის ხო? მართლა? ნახე შეფუთული როგორ არის რა? შეხედე ანუ. მე რა თვითონ იჭოფანი. აი იმ კაც ფეხები უდევს ხო იცი? India Street Food, India Street აი იმენა ეგ არის გაზდის. ვერც გაიგებს. აჰა, ვერც გაიგებს. იდეაში ჩანგალია მომხდარა მახარ. მე ვაი აუ შეჩერა ესე თუ იქ სისუფთავეში მოიტა დაურეკე ამ რესტორანს რა. ავექცი. ბიჭო, ძალიან საჭმელები აქვს იქ ნორმალურ რესტორანში ვჭამო. გაუში ხას თუ კიდე პარაფერი გადაგედოს. მე არ შეჭამ მამას რა თქო. არ მომწუნა სანუ შევჭამ მამას გული. აი. აი მე. ხოჭი ვეძებ რამე არ მოძრაობდეს. რა. წია. ხო, აი რაღაცა მანდ დავიწყოთ. სისუფთავის ელემენტარული იქიდან დავიწყოთ რომ რამე არ მოძრაობდეს ჯერ. მოიცა აჩი.
ეს გამოვიძახეთ ბოლტიდან. აჩი, მე ამას ეხავ, რავი, მამა რომ სიჯავს, მე ვიტყვი ქულებს. 0-დან 1. აბა სახეზე შეალკე რამდენი? 0-დან 1. ნორმალურია. აუ, 1. მახარ. 9-ია? მე რა ჯუტა. წელი არა, რავი შეშა. რა მოყვა? ესა? შეხვა მომეც. წყალი მომეც. ძალიან მწარია, ცხარია რა. თათოს. ქათამია? ჩვენ გაგიწოდება მაგა. 10-დან 2. მამა. ო! როდოიჭერა კაცი. ისე წყლის კომპანია რომ შემოვიდეს. აი ეს არის რაღაცა ჰუმუსით. მამა არ შეჭამა. ვერ შევჭამ. გულიანი სამერე ეს ჩავკმიჩე შეჭამა. ეს შეჭამე და ყველაფერს შევჭამა. ჩანგალი აიხა. შენდება. მოდი. აი შედის. შეჭამე და ყველაფერს შევჭამეთ. მართლა. რეაქცია არ ქონდეს ოღონდ. კადს ვანახოთ просто. რა ხო შეჭამა, აი კაი ჩადღლეწე. მე ნუშლი შეჭამა ხო ხედავ ნორმალურ მდგომარეობა. აი ეს აი. აუ რა ცუდია. აბუს. აი ბიჭო მე რითქან თქვენი ხინკალი და რაღაც რა? რა თუ არ მოგეწონა გადააფრ. იუპილი აყრია ბევრი. მეტი არაფერი. ახო. ცხარია. აუ ვერ ეგ არის ინდური შეჭამა ფული მაგათ არ აქვს არაფერი. კარდონი დააპე მე რა ჯუტა ჯაპანი. ეს კერძი რაც გავსინჯე ქათამი 10-დან 3 და თვითონ ეს 10-დან 4. არა 4 არა ეს 3. ეს დალია წვენი მოვიზავა. გასინჯე რა. ვერა ბიჭეგან გავსინჯე მეთქი შეჭამა მარტო ის. ახლა ვეჩო. სითხეს მამა ხო დალევ სითხეს ჩემო. მა ხო გიყვარს აირანი? იგივეა. მან მიყვარს აირანი. ეს ხალხსვენა. ბიჭო, ეხა აი რაც არ უნდა აყრაკოთ, რა. ასული ვაზი შენ ძმა უარ მოგწოს, შენი საჭმელი იმათ თავისი აქვს. ეს არის ნაგ ყველა გემო, ყველაფერი ნაგავი. აი ეს არის იმენ, აი. აი არ ვაკადრებ, არ. ოპა, საწრუპი უკვე სხვა. ამას ნაგავსინჯო ექწონი. რა უნდა გასინჯო, შვილო, გაანები. წონი მინდა მეც გავ. არა. ინტერესებს ხალხს უშვათ. გამოიძახოს, არ გამოიძახოს. მამა თუ გამოგეცო. ზეში რო გადაატყვიფო რა. აი, ალბათ ეგეთი გემო ექნება. მართლა გედას გეფიც. გასინჯ, აი, როგორც წარმოგიდგენია ეს თბილ ზეშიო ჩაატყვიფო. ეგ გემო აქვს რა. გასინჯე მეთქი ძმაო მაშინ. მართლა, აი, ცუდი არ არის, მაგრამ აი არა. არა, შენ მოგიწონოს კიდევ, შეჩემა. რამდენი ხანი ვითრები ამის. გადი რა გული ამერევა შეჩემა, გადი რა. ხო და იმას ბიროთ კაი გემოა. რა გაცინებს შენი არ დამილევი აშკო ბოდიში წერა დავარდის კიდევ მათ. აუ გასინჯე გწოწო. მე? არა 10-დან 10 ძმო მართლა ცოტა გასინჯე. არა ვერაშე დავლიე მეთქი მართლა გეუბნები ის რა ესეც 10-დან 10 რასაც აკვირით 10-დან 10 ვიცე შეჭმა გაუშვი რა რა ქვია დიდათ ამოანათე არასდროს არავინ არ გამოიძახოთ ეს იქაური ლაღიძე არის ლაღიძე არის იქაური გაანებე ბიჭო არაფერი შეჭამა მართლა რატო? რატო მუტაციას განიცდიდა შეკიდე მუტაცია გინდა იშია გარდაიქმნები ტრანსგორმატორად აუ ყოველს მოდი ჩემთვის გებს ეს განახო გადავქეკი და რა ვიპოვე რა აი ეს გადაიგე რა ჩემთვის გაფიცე აი ხა ხო ნუ აი ვაპირებდი მე ხა ამეღო იღე აი ვახჩი რა აი ამ კურთხი შეჭმელი ვარ მე აი მამა კიდე. იდი რა აი უფრთხი გაიწე მამა რა მინდა იკეთე ბიჭო წვანი არის თან შეჩიმა კვერცხი არის აუ არა მამა იმენა
ეს მაინტერესებს. ახლა ეს ცოტა არა, ეს მაინტერესებს, შეჭა წვიანი თუ არ დაუბაგუნე. აუ. ეს ხარჩო, აუ. რამდენი ფუძ? ერთმანეთზე უარესია. ო, წამოიღო, აი. მე რა აუ, შეჩება ნახე. აქ იგრე ყრია. იქ გაზავნა ბიჭო, ეხლა რასისტობაში ძალიან დაგვინდა. რასისტობაში არ დაგვიძვა. არ ვიღაცა რომ ცუდი ხიკალი გააკეთო. იცი რა? ქართული ხინკალი უფრო ეს კაი. არის ჰუმუსი. ხო, ბერო ვითომ სახელები. აი, მაგ რატო წო? მინდა, მამა. კაია. ნუ გეწუნა? ჰუმუსი არის. ეს ნორმალური არის, მართლა. ბიჭო, იმდენად აი შეიძლება რა სტობაში ჩავმართოთ, მაგრამ იმდენად ვიდეოები რაც მაქვს, რასაც უყურებ ხოლმე Indian street foods. ვერ დამაჯერებ, რომ აქ რამე სუფთად კეთდება რა. არ ვიცი, მაგრამ ეს გემრიელი არის ხა. 10-დან 3-ს დაუწერ, ამას ჩვეულებრივად. მამა რა გაჭამო, აბა, ძია გენაცვალოს, რო არაფერი არ მაქვს. არა, რომელიმე კომპანია თუ შემოვა შენ ბარტერზე რომ მე მამიკო, წყალი არის ძალიან კაი. ოღონდ ისიც ჩვენი არის. აუ, მე ამოვხსენი საიდუმლო ინდოელი კურიერები რატოც ვერ გვაგნებენ. ამას რო შეჭამ, მე მგონია რომ დიზო დააგდე შენი სპიტი მომხდარს ბავშველი გაუწმინდა. აწიე ხელი. არ შეჭამა მამა. არ მეგონა ეს თუ იყო, თორე გეტყოდი რომ არა დღეს არ ავწერთ მეთქი, მართლა. შენ ძმობას გეძ ბავშვობიდან ეს რო დაიწყო არ შეიძლება, მართლა. მე დიდობაშიც გეყოფა რა. აუ, მამა ეგ. გავალაღლაღოს. არა შვება ხა. წმინდა მამა. რა გავალაღლაღო კაც. ხო და აი იმდენად გონია რომ აი ბიჭო ისე მოვიდა რომ ძალიან ცუდი არის რა. შეიძლება ჩემი გემოვნური, კაროჩი მყიდია ინდური საზარეულო. აუჩი. ბიჭო, თავსახური არის გახვრეტილი. ოიმე. ბიჭო, ისეთი ტექსტურა აქვს, ეხა ჩვენ ხო გვაქვს ისა ბაჟე რა. ეს არის ბაჟე, ოღონდ ვიცოდე მაინც რა არის შიგნით, ბიჭო. ოიმე. ეს რა არის? კარტოფილი? ყველიანი ის არის, სიმინდის ფქვილი? ყველია თუ რა. მართლა გეუბნები, ჭუშტარი არის. ყველაფერზე ასასაცილო თუ ეგრევე იმირა მოცერებიცა. ლაშია. აი ეს მე ყოველ უკმა ჩემთვის არის ბრძოლა სიცოცხლესთან. ანუ შეჭმე პოსტა მეშინია ის ტიპი ვინმე იმის ბიძაშვილი არ იყოს აქ ჩამოსული ან მამიდაშვილი ქუჩაში რომ ამზადებს ხოლმე იმისი და აქ ფეხის ფჭხილით არ იყოს ეს კათამი დასერილი. მე მაგისი მეშინია რომ ინდოელებს ძალიან ბასი ფეხის ფჭილი აქვს. ეხ კი სინჯავა გემრიელად შევჭამდი. პოსტა მართლა საშიში არის რა. არ ვიცი, მაგრამ ეს რესტორანი დაიმახსოვრეთ. მე გულწრფელად გეუბნებით, ეხ გიჟებივით დაიწყებთ ამის გამოძახებას, ხო ვიცი. გადაიღე ჩელენჯი, აიღე ეს წვენი გამოიძახე და დალია. ერთ-ერთი მომენტია, როცა ტოპ კარდი არ უნდა გამოიყენო ალბათ ამ რესტორანში რა. ჭამე ეს მიიღებ ამას, არ მინდა, არც ეს არ მინდა ამის დედა ცოტა ამისიც. და წვენი გინდა მაგრამ. არა, წვენი აჩიკომ რო გაუჩალიჩი კიდე წვენი. არ პირველ დავაკარე, შენ რო წამოი ენაზე რო დავიდე ეგრე გავაჯმეინ უკან არ დამილებია. იმა ნახეთ უწოდ გახდა შენ ძმო. აი მე დავარდი. ძალიან გემრიელი არის. ინდური სამზარეულო, ინდოელი მზარეული ყავდათ კაიროში რო ვიყავით რა, ინდური ის იყო, კუთხე. იქ ვიცოდით რომ სრული სუფთავი იყო ისე წესრიგი და ისხო და იქ ალბათ გამორიცხული იყო ეს ტიპი ფიზიკურად ფშხილით ვერ დაჭრიდა რა. იქ ვჭამე, აი ბიჭო ეს გემოები ძალიან სუნელები მაგრა არის რა. ერთ-ერთი ხა მე აქ საქართველოს ჩვენ ქვეყანა რო ცოტა დაბალ დონეზე ვართ მაგის განხრით რომ ერთ-ერთი მადუნა კოიძე ყავს რომელიც შევარდება ხოლმე და არა მგონია მადუნა კოიძეს ვთხოვ ჩაუგდეთ ეს მადუნა კოიძეს ამ რესტორანში შევიდეს რა ხვიაო ამ რესტორანსო აი გამოვანათებთ რა აი ეს არის ეს რესტორანი ძალიან აღთხოთ შედით და ბოდის მოვიხდით თუ სისუფთავე იქნება მე მგონია რომ ეს რესტორანი არის შესამოწმებელი ინდური რესტორანი მაგრამ უბრალოდ როგორც ქართულ რესტორნებს ვამოწმებთ ხოლმე ისე შევამოწმოთ ეს რესტორანიც იმიტომ რომ სუნი შეიძლება მე მიჭამია და რაღაცები სხვანაირია ხოლმე შეფუთო ძალიან ცუდი იყო ყველაფერი ერთმანეთში იყო აზრილი და კაროჩი ნაგავი რესტორანია რა და ჩვენი სპონსორია Bolt Food საიდან შეგიძლიათ გამოიძახოთ ეს ფინკალი გამოიძახე ძმაო ინდოელების ყავა რანაირად იქნებოდა ინდოელების ყავა არის ეს მამა ეხლა რასაც ვხსნი ეგ არის ყავა ხო ბიჭო აკოლოშკის სუნი აქვს გეფიცები
და მე აკროშკაზე ჭკუა მეკეტება. ეხა ეს როა შევჭამო მოვკვდები. რა? გეფიცები მარიამ აკროშკა, დამპირდი რა აკროშკას გამიკეთებ. სიცოცხლის ბოლო წუთებში უკვე ამას რო შევჭამ. აუ სულ აი დამთავრების დროს ესე აკეთებდა ვიღაცა რა. აი საჭმელს რომ მოსაი აი გემ გონია არ ვიცი რა. და ის ვაფშე მთლიანად იყო აჩიკომ რაც აყლუცა. ამას გაუფრთხილეთ წყალს. გეფიცები რა. აი სადაც მოგზაურობ ხოლმე ყოველდღურად ხვდები რომ კრანს რო აწევდა წყალი მოდის და გემრიელია. ეგ არის აი ხოვითო მაგრამ ყველაზე დიდი სიამოვნებაა რა. იმის რომელიღაც ქვეყანაში ვიყავით, აჩიკო არასვავს, აი დაჟე გადადუღებულს ორჯერ ადუღებს კიდე. ონკაიდან ჩამოვისხია დავლიე რა. ტიპი ამოვიდა და გითხა რომ ამ საღამოსო იქნება არიბანაო, თო წყალი ვარი დაბინძურებულიო. ანუ და იმას სიხარულით გადამითარგმნა, ცხოვრებაში არაფერი გადაუთარგმნია. აი ყველაფერი გადამითარგმნა სიხარულით, თო ტიპი ამოვიდა გითხა რომ იქნებაო დღესო არიბანაო თო წყალი დაბინძურებულიო და 2 საათში მოგვარდება პრობლემა და მე დალეული მქონდა ეგ წყალი. რა შეიძლება შულო კარგი რა. ინდოელი. ეხა შენახარ რა ინდოელი ხარ, მოზარდი ხარ. ეხა შეიძლება უკან წახვიდე ზრდაში. ეგრევე დაპატარავდი ამის ჭამის მე. აბა ეს იქენი ერთით. არხეული გაგეუბნე. აჰა, შეძბავ საჭამე, მოდი ინდოელების საჭმელი. ძალიან გემრიელია. აკროშკის გემო აქვს. Просто პილპილაკ დამატებული ეს პილპილი. კაიდა. თუ 10-დან 1 ამასაც. არა ბიჭო. ხო გეუბნები, ერთ გემრიელად ჩანს რაღაცები ეს აკროშკის ტიპი. ამებს ფერი რაც არის ვერ გავსინჯავ, გამორიცხულია ძმაო. წვენი მართლა გემრიელი ვისაც გან წვენი. წვენის გარშე არაფერი გამოიძახოთ, იმიტომ რომ ეს წვენი და ეს საჭმელი ერთად ქმნის ბომბს. წვენი არა, გემრიელი. რომთაც შეიძლება აი მართლა ტუალეტი ჩაანგრიოთ. აი რა გააძრო ბიჭო, შეუძლებელია ამის ჭამა, მართლა ისეთ ცუდია რა საკეთე. ალექსანდრეს ცხოვრების გავლობაში რომელია ყველაზე ბედნიერი მოგონებაო? ყველაზე ბედნიერად, მამა, რა გახსენდება? აი, რა იყო, რა გაგიხარდა შენ ცხოვრებაში? აი, რა იყო ბედნიერი, რა ბედნიერი ხო? პატარა რო ვიყავი? რა დაგამახსოვდა? ხო, აი, თლიანად. შენი გავლილი ცხოვრების მანძილზე. მე? ხო, აი, რა გაგიხარდა ყველაზე და რა დაგამახსოვდა? რა მომენტი? ანუ მე და მამა, დედა და მამა და მე გავისაინე და აი ესე მე მომკიდეს და აი ესე გადახვდი რომ ამაგდეს. ადი ჩაგიხუტო. აი ესე მოვდიოდი. და იცი რა? და მე იცი რა? აი ესე ამახტეს. მოდი გაკეთო რა. მოდი. ეგ მახსოვს. საიდან მოგაგონდა ბიჭო? ნუ ჭამ ბიჭო, დაგეხო. ბოლო რენდომ თემა დღეისთვის. ალექსანდრე ბოლოს რა ისწავლა ბაღში? რა ისწავლე ბაღში ბოლოს? მიდი აბა უთხარი. ხო, ბაღში, აი რა ისწავლე? რა? ბაღში რა ისწავლე ბოლოს? მარჯვენა და მარცხენა. ცეკვას ხო ისწავლე? ცეკვა? მაგრამ ცეკვას ვერ სწავლდა, იმიტომ მარჯვენა და მარცხენა არ იცოდა. ცეკვა მართლა გაჩვენომინა. მიდი აბა. გიჟი თავის აი არა აქ არ გამოჩნდა აი მან თქვენი მიდი დაუკრატაში ბაბოსტაში ვინ არის და ბაბოს გიჟი ვინ არის ბაბოს ყვერებიანი და ბაბოს ჭინკლინკლები ასე გიჟი არა ეს ჩემი გიჟი არის მართლა ეს ჩემზე გიჟი არის გამერთო ეს რო გაიზდება ვაიმე და დღეისათვის ბოლო თემა გოგრაზე სკალა რო ყავდა გადაცემაში თუ უყურე და როგორ მოგეწონაო საინტერესო გადაცემა იყო ძალიან კარგი იყო თუმცა მე ვფიქრობ რომ გორგას ბევრად მეტი საინტერესო სტუმრები შეუძლია რა. შენ თავზე არ მithხოვ კაცო. ბევრი სტუმარი შეუძლია. მაგრამ ბევრი საინტერესო სტუმარი ბოლოსთვის ინახავს. ეხლა რაღაც პაჭაპუჭა ხალხს მილევს ეგრე. პაჭაპუჭა. გენიალური ხალხი
ალბათ მე ვიქნები. ბუჩო. წარმატებები გორგილას გამოიწერეთ. გორგილას სახი მე რა საქართველოს ბანკი და კოკა ყავს სპონსორი მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ გორგილა არის ადამიანი, რომელიც სწრაფად ადაპტირდა YouTube-ზე და ზოგადად გორგილასთან საუბარი ძალიან კარგია ხოლმე და იმიტომ კი არა რომ ვითომ ჭკვიანია, არა. იმიტომ რომ აი რაღაცა კარგი ადამიანია, აი ვაიბი თვითონ ჩემთან მიმართებაში გორგილას ქიმია ემთხვევა და ძალიან კარგად მიდის ხოლმე საუბარი. ისე იუმორისტულად, სასაცილოდ ზედა ეშელონი ხუმრობებია ხოლმე დაბალი აი ალასთან ეხა იხუმრებდა იმაზე მოიცა სანამ მაგას ბური კარგი მუსიკა მამაშინ იმიტომ რომ მამაშინ აბედო ბავშვთან მამაშინ ხმაშენი არ მჭირდება მამაშინ უბრალოდ იცეკვეზე მამაშინ იცეკვე იმიტომ რომ მამა ბოდი იყო იმიტომ რომ მამა ცუდი იყო აბედელი კარგი იყო ბარდოს ერთად თამაშობდი ლუზერი იყო მამაო იმიტომ რომ აბადელი დო იმიტომ რომ დედას უთხრაო მე დაძინე ბისტროა არ მოჩი თავიდან მამაშენ არის ცუდი ბიჭი იმიტომ რომ შვილი აბადელი შვილი დედაშენ მამაშენ ბარდოს თამაშობთ მამაშენ მე იმიტომ რომ Ara, Allah istabia, მაღაზიები ნუ ეუბნევით. რა გემრიელია. მაღაზიები ნუ ეუბნევით, რომ აიღე ალექსანდრე ეს ჩვენგან საჩუქრად. იმიტომ რომ თამამდება. და ცოტა მე ბოგმისგან ვივსებით. ან თუ შვილს ეტყვით, რომ აიღე ადგილ მამასაც უთხარით. შენც აი, ანუ მე არ უთხარით, არა. დაგემშვიდობთ, როგორ რომ დაემშვიდობე ხალხს, მიდი. გამარჯობა. ეგარი გამარჯობა. დაგემშვიდობით, მეგობრებო, კარგად იყავით. მადლობა. ეს არ გამოიძახოთ. კარგი, ნუ ჩაყვავი და წავედი გათიშე.